გვინდა რომ ის ინვესტიცია, რომელიც ჩაიდება სოფლის მეურნეობაში, პირველ რიგში მოხმარდეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, თქვენ უნდა გქონდეთ საშუალება რომ მიწა დაამუშავოთ პირველ რიგში. არ უნდა იყოს ესეთი ხელმიუწვდომელი საწვავი. ლიტრს ვერ შემოიტან. ეხლა მე თქვენ რომ დაიწყოთ შემოზიდვა ბენზინის, იმ წუთში გაგაჩერებენ, იმ წუთში არ მოგცემენ საშუალებას რომ ბენზინი საქართველოში იაფად გაყიდო. და ეს ყველაფერს აწვირებს ამ ყველაფერს მაშინ რატო არ გვიყვება ცალოდა მე გაგცემ პასუხი დავაცალოთ რა ბოდი 10 შეკითხვა რომ დამისვა თქვენს გაგცემთ 20 დაგისვა მაშინ სად იყავით აზრიანი თავარია აზრიანი რა თქმა უნდა რა აბა როგორ გეკადრება ამ მაგალითად რო იყავით ამ ყეზერაშვილთან სააკაშვილთან ხალხო usmin რას უნდა ვაცალოთ რა რას და ლაბარაკი რაცადი ლაბარაკი და მე გაიზარდები კითხვა მიერთი მე ვარ რეზერვისტი. არც პარტიაში არ ყოფილი ვარ არასოდეს. არც პარტიაში. მე ვარ რეზერვისტი. ხო. რა კონკრეტული პრეტენზია დადოვე რატო? ტრანსფორმირება. ვისიდანა მომხილვა. მე ვარ ვაშკაცი კაცი. ქართველი. აი თამარ ვიქებ კაცო. მე დამამთავრებ. მე ხوارგარი ესეთი ვარ. მე დამიჯა შეკინაცვალი მივედი. ხო. ყველა რეზერვში ვინც არის გაწევრიანებული ყველა უნდა იყოს აღრიცხული როგორც რეზერვი და ერთმა ხელი როგორ გეკადრება ვიზი არის ლაბორატორი გეკადრება ყველა ემსახურება საქართველოს შემოწმება აღრიცხული უნდა იყოს ყველა ბაზარზე განთავსებული საათ როგორ და ეს უნდა მოაწესრიგოთ და რეზერვი ჭირდება ჩვენ როგორ გეკადრება ასე მიდიხარ ასე მიდიხარ კარგად იყავი და კიდე შევთან შეხვედრა ეს ხალხთან შეხვედრა არა ძმაო რა დაგდებიან ჩემ შვილს ხევენ გაზის დედამისი ეუბნება რომ დაახიენ თავზე გადაყარეო ომარი ყვაშილვა შვილიშვილს აძლევს მითითებას რომ მიდიდა დაახიენ ვინ არის ომარ ყვაშილვა ცხოვრობს იქ დებოში ატყდა ძალით გაქციის ის გარსი აქედან რა თქვა არ ვიცი შემოსულმა ხალხმა და მოსახლეობას არ მისცა უფლება რომ მოესმინა ირაკლისათვის